მოხდეს მე არ ვიცი. ადამიანები თავისი ნებით რაღაც ფიქსიტრებენ. მამაო სულიერ წინსვლაში ძალიან მიშლის რაღაც გაურკვეველი შიში, რომელიც უსასოობაში მაგდებს. ანუ თვითონ იმის მეშინია, რომ უსასოობაში ჩავარდე და ასეთი სულიერ ბრძოლის დროს ძალიან ვიტანჯები ხოლმე. ამის შემდეგ ვჟავრო, რომ ცირად მორწმუნეობა და კვლავ მეშინია, რომ ისევ სასუარ წარმატებას. რა უნდა ვქნა, როგორ დავამარცხო ეს ძალიან ცუდი განცდა. ყურადღება არ უნდა მიაქცია. საერთოდ ნებისმიერი ცოდვა, ნებისმიერი არასწორი აზრი, ნებისმიერი განსაცდელი მარცხდება ღვთისაკენ სწრაფით და სულიერების ახალ საფეხურზე ასვლა. საკმარისია ნებისმიერ ცოდვას, ნებისმიერ შიშს და განცდას პირისპირ დავდგე, რომ ეგრევე დამარცხდები. ვერაფერთა შემთხვევაში ვერ აჭირდება. ადამიანს რომ შეძლებოდა რაიმე ცოდვაზე გამარჯვება და სასწრაფოთილება ერთ-ერთი საშნელი ცოდვა არის, როცა ამით ეშმაკი გეძალება. ადამიანს რომ შეძლებოდა ამის დამარცხება თვითონ ღმერთი ადამიანად კი არ მოვიდა. ზოგი და ფიქრობს, რომ ზნეობრივი ცხოვრებით ადამიანი ცხონდება. შედარუცილო, ზნეობრივი ცხოვრებით ადამიანის ცხონება რო შესაძლებელი ყოფილიყო. მაშინ რაღაცა იქნებოდა საჭირო ღმერთის მოწმობა და ახლა ტრაგედიის აღსრულება სამყაროში ვერ გავიგე. წინასწარმეტყველები რამდენს ხადაგებდნენ, კიდევ წინასწარმეტყველს მოავლე და იონათლისმელი ხო იყო. ღვთის განგებულებით ისიც ხადაგებდა იგივე რაც ქრისტემ თქვა და დამთავრდა. არ გამოვა ეს. ამიტომ ღმერთისაკენ შეტრიალდი და ამ შემოტევებს ნაკლები ყურადღება მიაქცია. გუმბრელი იყავი სარწმუნოებრივ ცხოვრებაში. უფალს უერთგულე. და უფალი დაამარცხებს მერე იმას. რატომ ვერ იქნებოდა ღმერთის სიყვარული სამბარო არ ყოფილიყო? ანუ რატომ არ შეიძლება და გინთლინად დახარჯულიყო თავის ქნილებისათვის? ანუ რატომ იხარჯება სამების თითოეული პირი იმათთვის, ვინც ქნილებები არ არიან? ხომ შეიძლება და იგი არ ყოფილიყო სამება, არამედ ერთპიროვნება და რომ იგი სიყვარულის წყაროა გამოვლენა თავის ქნილების ადამიანის თლიანად დახარჯვაში. იცით, ეს ცოტა არც ესე ადვილი განსაცემი პასუხია ერთი შეხედვით, მაგრამ მე პირადად ესე მესმის, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, სიყვარული და თავგანწირვა სინონიმები, აი მაგათ უფალი ესე ამბობს. იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, თუ არა ის რომ თავი დადო მეგობრისათვის. ანუ სრული თავგანწირვა. სრული თავგანწირვა მოასწავებს სრულ სიყვარულს. და ღმერთი როცა ადამიანად მოდის და ადამიანის ჩვენთვის თავს წირავს, რა თქმა უნდა ეს არის სიყვარულის უმაღლესი გამოვლენა. მაგრამ ღმერთი თავის შიგა ცხოვრებით რომ სიყვარული იყოს, რა თქმა უნდა სამება უნდა იყოს. ანუ მრავლობითი უნდა იყოს. იმიტომ რომ რეალიზება სიყვარულისა სხვისთვის რომ ბოლომდე დაიხარჯო იმაში ხდება. და აი მაგალითად როგორ შეიძლება აი ადამიანი დაიხარჯოს სიყვარულში და ბოლომდე გამოავლინოს სიყვარული ადამიანმა ძაღლთან ურთიერთობაში. მე ძაღლი ყავს. მეგობარი არ აყავს, არამე არ აყავს. შვილი არ აყავს. დედა არ აყავს, მამა არ აყავს, ძაღლი ყავს. პატარა ფუდელი. ხოცაყარია ფუდელი. აბა მიდი ხა შენი სიყვარულის რეალიზება თუნდაც მეტყვის ადამიანის ისაც პოტენციაში განთქმიანიჭა მისი სიყვარულის სრული რეალიზება ძაღლთან ურთიერთობაში მოხდება, მაშინ მე იმაშიც დავეთანხმები, თუ ამაში უნდა დამარწმუნებს, მაშინ ესეც შეიძლება ვთქვათ, რომ არ იყო აუცილებელი, ესე იგი, ერთმანეთს შორის სიყვარული ყოფილიყო და ქნილება. ანუ ვერ დაიხარჯება ის უსასრულო არსებაა და მე გეტყვით, რომ ადამიანსა და ძაღლს შორის უფრო მცირე განსხვავებაა, ვიდრე ღმერთსა და ადამიანს შორის. ამიტომ თუ სიყვარული საერთოდ არ განიმარტება ბოლომდე, სიყვარულის ერთ-ერთი განმარტება ეს არის ხვისთვის დახარჯვა, თორემ მარტო ეს კი არ არის სიყვარული და თუ ამ კუთხით განვიხილავთ, ამ ვიწრო სეგმენტით, ღმერთი ქნილებისათვის ბოლომდე ვერ დაიხარჯებოდა თავის თავისხად. შეიძლება თუ არა